ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ მსჯელობდნენ. კონფერენციის მონაწილეებს რესურს ეფექტური და სუფთა წარმოების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. პროექტის ავტორთა განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის 50-მდე საწარმო უკვე შესწავლილია. კვლევა კვების ინდუსტრიაში, სამშენებლო მასალების წარმოებასა და ქიმიურ მრეწველობაში მომუშავე კომპანიებში ჩატარდა. შედეგებმა კი უჩვენა, რომ ქართულ საწარმოებში რესურსების ეფექტური გამოყენების დანერგვას დიდი პოტენციალი აქვს. არსებობს პოტენციალი იმისა, რომ აი ამ ღონისძიებების განხორციელებით, რასაც ქვია რესურსების და სუფთა წარმოება, საწარმოება დიდი რაოდენობის თანხა შეიძლება დაზოგოს. ჩვენ ამ 50 საწარმოს თუ ავიღებთ საერთოდ, გამოვლინდა შესაძლებლობა, რომ მათ შეუძლიათ წელიწადში 1 მილიონ ევრომდე თანხის დაზოგვა. რამდენიმე რეკომენდაცია მინდა გამოვყო. პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია იმ მიღწევების შენარჩუნება, რასაც სამწლიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ. მეორე ნაბიჯი უნდა იყოს ცენტრის შექმნა, რომელიც საწარმოების წარმომადგენლებს რესურსების უფრო ეფექტურად ხარჯვაზე რეკომენდაციებს გაუწევს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს ჩაატარებს. აუცილებელია, რომ ჩვენ ბიზნეს მისთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ.